სალამი მეგობრებო, როგორ ახართ? დიახ, მე სახში ვარ და ჩემი ვაიბეჭერთან სახში არის ამოყვანილი. ხო და რა ჯობია, ახლა მითხარით აგერ ყავას ვსვავ. ტექნიკურად ვერ ვსვამ, იმიტომ რომ ჩაფხუტი დავიხურე. სახში ვყავს მოტო და მოტოს კონტენტს ვიღებ. ძალიან ბევრმა ადამიანმა წლის ბოლოს ჩაწერა ვიდეო, სადაც თავისი წლის შეჯამება გააკეთა და ესე სანთლებს რო არჭობენ ტორტზე და თავისთავებით ამაყები რო არიან. მეც ვიდა რომ მსგავსი ვიდეო გადავიღო, იმიტომ რომ წინა წელს გქონია რომ საკმაოდ ბევრი რაღაც ახალი გავაკეთე ჩემი თავისთვის. ოღონდ სანთლები ჩარჭობის მაგალითად მე ვაიმეს დავაპიპინებ ყველა ჯერზე. წინა წელს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მოგზაურობა ჩავატარე, რაც იყო მოტო ევროტური, სადაც საქართველოსთან ამ ქალბატონით დავიძარე და ევროპაში 22 ქვეყანა მოვიარე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე შორს მაგამდე ბორჟომში ვიყავი ნაყოფი მოტოთი. ვითანამშრომლობ ისეთ დიდ კომპანიებთან, რომლებთანაც დასაწყისში საერთოდ ვერც კი გავიფიქრებდი, რომ ოდესმე შეიძლებოდა რაღაცა ახლო და საერთო საქმე გამეკეთებინა. მართალია ახლა რასაც ვიტყვი, უფრო ამის წინა წელს იყო, მაგრამ მაინც მინდა ჩემი თავი შევაქო და ვთქვა, რომ ბევრად უკეთესად ვისწავლე თანხის დაზოგვა და რაც თავარია შეგროვება. მისი დამსახურებითაც წელს შევძელი და ვიყიდე ჩემი პირველი პირადი მიწა, რომელშიც მომავალში ალბათ იმედია სახსა ვაშენებ ოდესმე, თუმცა ჯებეში ვყურდა აღარა ვაქ ახლა მოწულ მომენტში. ალბათ ყველაზე მაგარი არის ის, რომ ცხოვრებაში შევიძინე ჩემთვის ყველაზე ღირებული ადამიანი და მთელი წელი მასთან ერთად გავატარე. ეს პროპების იმსახურებდა და ასევე მთელი წელი გავატარე საკუთარი თავის განვითარებაში, ზრდაში, უფრო მეტი წარმატების მიღწევის მცდელობაში, რისთვისაც მართლა ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემ თავს. ამ ყველაფრის გარდა კიდევ უფრო მეტი მიღწევა მაქვს 20-25 წელს, რომელიც უბრალოდ ახლა ვიდეოში ვერ მოხდება, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წელი იყო და მგონია რომ ყოველ წელს მინდა რომ წლის ბოლოს ზუსტად ეს ტექსტი ვთქვა, რომ ბოლო წელი ჩემთვის ყველაზე საუკეთესო იყო. მგონია რომ ეს ყველაზე მაგარი მიღწევა იქნება, რაც შეიძლება რომ თქვა წლის ბოლოს. და რაც თავარია ჩემი მიღწევების უდიდესი ნაწილი გეკუთვნით თქვენ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ თქვენი გვერდში დგომის გარეშე მე ამ ყველაფერს ვერ ვიზავდი და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ეს შანსი მომეცით და დღეს მე იქ ვარ, სადაც ვარ, კონკრეტულად ახლა ვაიმეზე ვარ, სახში ზევიდან ვზივარ და ვიდეოს წერ. ხო და მადლობა თქვენ, ახლა მე ამ ჩაფხუტს მოვიხსნი, ყავას დავლევ და ბედნიერ 26 წელს გისურვებთ. ნახვამდის.